შეიძლება გუნდში ლიდერია, მაგრამ ნაკრებში არ არის ლიდერი, იქ სხვა ლიდერები არიან. იქ როგორ უნდა მოიქცეს, ისე მოიქცეს, როგორც ლიდერი ვერ მოიქცება. იქ არიან უკვე ლიდერები. იქ თოკო ყავს, შენ მოგყავს. უარი ასეთ ხმები. ამიტომ სხვანაირი მიდგომებია საჭირო, უნდა იცოდე ურთიერთობა უნდა შეგეძლოს. ტომ ბრედი NFL-ში სპეციალური თამაშები შეაქმნევინა, mind games და ამის სანამ გავიდა და ამებს თამაშობდა. იმიტომ რომ გონება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ვარსკვლავი, სხვათა შორის მაღალი დონის ვარსკვლავი, ამის გამო ზარალდებოდა, იმიტომ რომ ურთიერთობა არ იცოდა ცნელთან, იმიტომ რომ ცნელი აქვს თავარი, რეალურად თუ ვერ შეძლებს ცნელთან, შეიძლება შენი კარიერას გადაუსვას ხელით. მოგესალმებით, ეს არის სპორტული პოდკასტი, სადაც ვეხმარებით მოქმედ სპორტსმენებს, რომ გახდნენ უკეთესები. დღეს ვიმყოფებით პოდკასტ არიაში და ჩვენი სტუმარი არის ირაკლი შიშვილი, რომელიც არის შიო პერფორმანსის დამფუძნებელი, უამრავ წარმატებულ სპორტსმენთან ქონია შეხება და ნაკრების, კალათბურთის ნაკრების ყოფილი ფიზმომზადების მწვრთნელი. გამარჯობა, როგორ ხარ? სამების მერს. როგორ ხარ? კარგად, შეგურახ. მადლობა, კარგად. ირაკლი, მოდი დავიწყოთ უკვე ჩვენი პოდკასტი იმაზე, რომ აი შენ ხარ ფიზიკურების მომზადების მწვრთნელი და რა ტრანსფორმაცია შეიძლება განიცადოს მოთამაშემ, როდესაც იწყებს ფიზმომზადებას ნებისმიერ ასაკში, იქნება ეს დამწყები, პატარა ასაკის თუ პროფესიონალური ასაკის, პირველ რიგში რა ტრანსფორმაციას განიცდის მოთამაშე? მე ვფიქრობ, სანამ ამ კონკრეტულ კითხვას გავცეთ, პარალელურად ამასაც გაეცემა, ალბათ უპრიანი იქნება ვთქვათ, რომ რა ასაკშია ყველაზე მეტად ოპტიმალური, მოდი სპორტსმენებზე ვისაუბროთ, ხო, რა ასაკშია ყველაზე მეტად ოპტიმალური, რომ ბავშვი ჩაერთოს ფიზმომზადებაში. სამწუხაროდ ადრე ტენდენციურად იყო ხოლმე დაახლოებით სანამ 16 წლის არ გახდები, არ გინდა, არ გიჩვენა, ძირითადად ცვლილებიდან მოდიოდა ხოლმე ეს რჩევა, რომ არ გინდა, არ გაიზრდება სიმაღლეში, განვითარდება ცუდად და ასე შემდეგ, მაგრამ კვლევების შედეგად და ისე ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ფიზმომზადებაში ბავშვი ჩაერთოს, თქმა უნდა, მდედრობით სქესის და ბიჭები გოგოები განსხვავდება, დამოკიდებულია მომწიფების ასაკზე. ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ჩათვალე ოქროს ხანაა. ელდორადო, რომ მაგ პერიოდში ბავშვი უნდა ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობაში, თუ რამე წარმატებაზე გვინდა საუბარი. გოგოების შემთხვევაში ცოტა ადრეულად იწყება მომწიფების ასაკი, დაახლოებით 8-დან 13 წლამდე თუ არ ვცდები და ბიჭებიდან 9-დან 14 წლამდე. აი ზუსტად დაახლოებით მეც მაგ პერიოდში ვურჩევ ხოლმე, რომ დაიწყოს ფიზიკური მომზადება 8-დან 8 წლის ასაკში. ეგ პერიოდი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის კონდიციები, ფუნდამენტი შექმნა. იმიტომ რომ რაღაცები არის, რაც მე ამ მომწიფების ასაკი რო დასრულდება, შესაძლებელია რომ განავითარო, მაგრამ ნელი პროცესი მიდის. მივხვდი? ანუ ნელი პროცესი მიმდინარეობს და დროის თემაც არის. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს ასაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი მცნველებმა და მშობლებმა მიაქციონ ყურადღება და იცოდნენ, რომ თუ სწორედ ფუნდამენტურად ასაკის შესაბამისი, სპორტის შესაბამისი და ასე ვთქვათ, ბავშვი ემზადება, პირიქით კი არ შეუშლის ხელს, რომ დეგრადაცია გაიცადოს ბავშვმა სპორტულ უნარებზე გულისხმობს. არამედ პირიქით დაეხმარება. და ამით საძირკველს უყრი იმისთვის, რომ ის წარმატებული გახდეს. რა თქმა უნდა, ამაში მარტო ფიზმომზადება არ წყვეტავს როლს, ხო, როდესაც გონდოს სპორტზე იქ უნარები, სხვადასხვა სპორტის უნარებია, მაგრამ შენ ამით ხელს უწყობ, რომ საკუთარი საკალათბურთო იქნება თუ სხვა სპორტის უნარები უკეთესად განავითაროს ბავშვმა. ამიტომ ეს აქ ძალიან მნიშვნელოვანია. მე რო უკვე ნელი ტემპით მიდის, ასე ვთქვათ, შედარებით ნელი ტემპი. რა თქმა უნდა, შეიძლება სისწრაფეს განავითარო. სხვადასხვა ყველაზე მეტად ზარალდება, მაგალითად ძალა შეიძლება განავითარო მერეც. ძალა, ფეთქებადობა და სისწრაფე ყველაზე მეტად ზარალდება იმ ხრივ, რომ აი ამ პერიოდს გამოტოვებ. მივხვდი, აი სისწრაფეზე მუშაობა ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია. სისხარტეზე, ფეთქებადობაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, მარტო ვარჯიშზეც არა, გენეტიკა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მოდი ესე ვთქვათ. გვაქვს გენეტიკა, გვაქვს ეპიგენეტიკა, ანუ როგორ ვიყენებ ჩვენ ამ გენეტიკას, ეგ არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომ შეიძლება ადამიანი ბავშვი, რომელსაც გენეტიკურად პოტენციალი უფრო დიდი აქვს, პოტენციალს როგორ გამოიყენებს ეს ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა. მაგრამ პოტენციალი გენეტიკურად ბავშვი, რომელსაც დიდი აქვს და ერთი და იგივე ტიპის ვარჯიშები რო გააკეთონ, ხო? აი ვინც გენეტიკურად პოტენციალი აქვს, იმას უფრო მეტი შედეგი იქნება, მოდი ესე ვთქვათ. ფეთქებადობაზეა განსაკუთრებით ფეთქებადობა, მაგრამ არიან მაგალითად პარალელში შეგვიძლია გავალოთ ვალიშვილზე, კარდიო აქვს ესეთი, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის შრომის მოყოლების შედეგი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რაღაც დონეზე გენეტიკურმა პოტენციალმაც, მშობლებმა, ასე ვთქვათ, მისმა ბებია-ბაბუა იმოქმედა, რომ ესეთი ტიპის კარდიო აქვს.
მაგრამ რა თქმა უნდა, ვარჯიშით შენ ვერ თუ არის ვარჯიში ვერ გაიგებ შენი გენეტიკური პოტენციალი რა არის. მე უკვე თქვა ძალა, ახლა ჩვენ ვიცი სპორტსმენები შეიძლება ძალიან ბევრი ბაზა არ ქონია და გვიან ასაკში დაიწყეს ძალას განავითარებ, რა თქმა უნდა, შეიძლება ძალა ისეთი რაღაცა შენარჩუნებაც უფრო დიდხანს ხდება. ანუ რაღაც კონკრეტული დაახლოებით კვლევებით 6 თვეზე შეიძლება შეინარჩუნო ძალის, ხდი არა, ივარჯიშო კონკრეტულად ძალაზე 6 თვე ძალაზე რო არ იმარჩუნე, არსებითად შეიძლება შეინარჩუნო შენი ძალა. მაგრამ ტექნიკური უნარები თუ არ skills სისწრაფე და ფეთქებოდება ყველაზე მალე ქვეითდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დაიწყოს ბავშვმა. ან მომწიფების ასაკი არ უნდა გამოტოვოს. და 16 ასაკი სამწუხაროდ გვიანია. განავითარებ, მაგრამ ის დაკარგული გაქვს ეს პოტენციალი. მე ასევე შემჩნევია ესეთი რაღაც, რომ აი თუნდაც ფეთქებადობას რო შევეხოთ რა. ის პერიოდი, როცა ბავშვი უკვე ბავშვის ორგანიზმი, კუნთები, მყესები, ძვლები ყალიბდება, მაგ პერიოდში რო აქვს დატვირთვა, კონკრეტული დატვირთვა თქვა ფეთქებადი ან ძალისმიერი, უფრო მეტად ადაპტირდება სხეული და აი თუნდაც მუხლის ტკივილის პრობლემა მომავალში უფრო ნაკლები აქვს, იმიტომ რომ ის მყესი უკვე ადაპტირდება, ის კუნთი უკვე ადაპტირდება იმ დატვირთვაზე, რაც მოაქვს და მომავალში უკვე რო იზრდება დატვირთვა, მზად არის ამ დატვირთვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარა ასაკიდან გამოიყენოს ბავშვმა, იმიტომ რომ მეც რაც მესმის უცხოეთში როგორ ავარჯიშებენ პატარა ასაკს, ანუ მე თავიდანვე მქონდა ეგ მიდგომა, რომ პატარა ასაკიდან უნდა დაიწყო, რატო არ უნდა დაიწყო. რა მაინტერესებს, რომ დაუბრუნდეთ ისე აი თუნდაც პატარა ასაკიდან, ან დიდი ასაკიდან მოთამაშე როცა იწყებს ფიზმომზადებას, გინდა ძალაზე, გინდა ფეთქებადობაზე, რა ტრანსფორმაცია შეიძლება გაიცადოს აი მოკლე პერიოდში. აი მაგაც უბრუნდებით, გააჩნია რა ასაკის არის. თუ ჩვენ ძალაზე ვსაუბრობთ, ძალა შესაძლებელია უფრო სწრაფად განიცადოს ვიდრე ფეთქებადობა. თქვა არის 20-25 წლის. ფეთქებადობაში ნელი განსავითარებელია, მაგას ვიხდით ნახტომი იგივე ფეთქებადის ნაწილია, პლაიომეტრიკა, ხო ესეა. სისწრაფე, სწრაფი რეაქცია, უფრო დრო ჭირდება, როცა გვიან პერიოდში დაიწყებ, მაგრამ ძალას განავითარებ, კარდიოს განავითარებ. გამძლეობას, სწრაფგამძლეობასაც შეგიძლია განავითარო, რა თქმა უნდა, უფრო მარტივად ხდება, მაგრამ აი ეს თვისებები უფრო ნელა ხდება რა. ამიტომ თუ სპორტსაც არ შევეხებით, რომ ნახო ადამიანი, რომელიც 40-50 წელს დაუწყია ვარჯიშს და შესანიშნავ ფორმაში ჩამდგარა. გუნთოვანი სისტემის ჩამოყალიბება უფრო მარტივია, ვიდრე მყესები, შემაერთებელი ქსოვილების, ასევე მყესები და იოგებით, როგორც მომწიფების ასაკზე ვისაუბროთ, სადღაც დაახლოებით 20 წლამდე როგორ ჩამოაყალიბებ, მე უკვე მისი შეცვლა, ფორმირება ძალიან რთულია, რემოდელინგი. ფასია იგივე 25 წლამდე არის. კუნთი შეიძლება განავითარო. აი შეიძლება გემოვნებით 50 წლის შეიძლება ცხოვრებაში არაფერს არ მიკარები ხარ, მაგრამ დაიწყო დისციპლინობა სისტემატიურად და განავითარო შესანიშნავი აღანაგობა დაიყენო, ასე თქვა. ხვდები, მაგრამ აი ეს მყესებზე საუბარი, რომელიც ნერვული სისტემა, არა მარტო მყესები. ნერვული სისტემა როგორ ჩამოყალიბდება, ბიომექანიკა როგორ ჩამოყალიბდება. ადრეულ ასაკში ბავშვი მარტო ეგ თვისებები მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენად რიტმში არის ბავშვი, რამდენად საკუთარ სხეულს ფლობ. ჩემთან ბავშვი რომ მოდის, პირველ რიგში ვაკეთებ ბავშვი რა უნარი აქვს საკუთარი სხეულის შეცნობის. ანუ ფლობს საკუთარ სხეულს, აკონტროლებს ზედა კიდურები, ქვედა კიდურები როგორ მოძრაობს. თუ ბავშვს ამის უნარი აქვს, ძალიან მარტივია მუშაობა და ბევრი რაღაცას უფრო მალე ისწავლის, ვიდრე ბავშვს ამის უნარი არ აქვს. კი ბატონო. შენ შემთხვევაში 8 წლამდე რას აკეთებდა ბავშვი, რამდენად აქტიური იყო, მაგას მნიშვნელობა აქვს, ხდი? სახში იჯდა სმარტფონზე, ძირითადად არაფერს არ აკეთებდა, თუ აქტიური ბავშვი იყო. ეგაც გიყალიბებს, ხდი? სანამ უკვე ბავშვი მოდის, უკვე რაღაც დონეზე 2-3 ვარჯიში ხვდები ხომ რისი პოტენციალი აქვს ამას ბავშვს. ზოგი რთულია სამუშაო, ზოგი მარტივია სამუშაო. აი დაახლოებით ეგ თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია რა. ჩემი აზრით მე მგონი ნერვული სისტემა არის მანდ გადამწყვეტ როლს თამაშობს, იმიტომ რომ ნერვული სისტემა აკავშირებს ტვინს და კუნთებს და ის პერიოდი ზუსტად რაც ვახსენებ მაგდროს ყალიბდება მომწიფების ასაკში. მომწიფების ასაკში რო ყალიბდება, თუ არ გაქვს არანაირი თუ არ ტვირთავ არანაირად ნერვულ სისტემას კუნთებს, მე უფრო რთული არის, რომ აითვისო რაღაცები. რა მაინტერესებს? შენ ქონია ძალიან ბევრ სპორტსმენთან, წარმატებულთან ისეთთან, რომლებიც თქვა დღეს არ არიან წარმატებულები, ან ქონდათ პოტენციალი და ვერ გაამართლეს. შენ რას ფიქრობ, შენი დაკვირვებიდან გამომდინარე, შენი ჭრილიდან გამომდინარე, ფიზმომზადებიდან გამომდინარე, რა განსხვავება ამ მოთამაშეებს შორის, ამ სპორტსმენებს შორის? ნუ რა თქმა უნდა, იგი იყოფა კატეგორიებად, ხო, გვაქვს ნიჭიერი ბავშვი,
რაღაც დონეზე ყავს შრომის რომ მოყარე ორივე ერთად თუ არა იდეალური ბალანსია ნიჭიერი მაგრამ ხშირად არ ხდება სამწუხაროდ ნიჭიერი ხშირად არის უმეტეს შემთხვევაში არის ნაკლებად შრომის მოყვარე არიან შრომის მოყვარე ნაკლებად იმიტომ რომ ფიქრობს რომ ის ყველაფერი რაც ახალგაზრდულ ასაკში გამოსდის მარტივებისთვის ხდით ამიტომ არის ხოლმე ეგ მომენტი ორივე ბალანსი თუ ერთად არის იდეალურია მაგრამ აი პრობლემა თუ ნიჭიერი ხარ რაღაც ეტაპამდე მიგიყვან შენი ნიჭი აი მაგალითად ხშირად ყოფილა მე თვითონ სხვათაშორის მე ფეხბურთს თამაშობდი და ჩემ პერიოდში ბევრი ყოფილა 16 წლამდე ბავშვები აი მშობლები სხვა გუნდის მშობლები მოდიოდნენ იმ ბავშვის საყურებლად იმდენად მაგრა თამაშობდნენ ხატავდნენ ეს ბავშვები მაგრამ როგორც კი მიაღწიეს დასრულდა მომწიფების საკითხი და აი 16 წლის ასაკამდე რომ მიაღწიეს და მე ფიზიკურად ვენ გარმითარდნენ დაღმასვლა დაიწყო ავტომატურად. ამიტომ მნიშვნელოვანია თუ ნიჭი გაქვს, შენ ამას რაღაც დონეზე ფიზიკური მომზადება შეუხავ, იმიტომ რომ შენ რო გადადიხარ პროფესიონალებში, იქ ფიზიკური მომზადება ძალიან დიდ როლს თამაშობს. ძალიან დიდ როლს თამაშობს და შენ უკვე თუ არ დაუთმე ამას შესაბამისად, უკვე შენ ნიჭი იკარგება. შრომის მოყვარე, რა თქმა უნდა, ხა სპორტსაც გააჩინა, ხო, ბევრი სხვადასხვა მით უმეტეს კალათბურთში ხა იმდენად უნარები უნდა გქონდეს ბურთთან ურთიერთობას. თუმცა შეიძლება სიმაღლის ხარჯზე, მოდის ვთქვათ, სიმაღლის ხარჯზე შეიძლება დაიწყო გვიან, 15 წლის ასაკში დაიწყოს, ბევრი ქონია მაგალითი ამის არსებობს სპორტში, კალათბურთში, გვიან დაიწყო, მაგრამ უბრალოდ გიწყევს აღნაგობა, ფიზიკური აღნაგობა და მაგის ხარჯზე შენ შეძლო თამაში, იმიტომ რომ სიმაღლე გაქვს. არის სპორტები, რაც მაგით ვერ განახორციელებ. მარტო ფიზიკური უნარებს. ამიტომ ბევრი ფაქტორია რა, რომელიც გადაწყვიტავს შენ უნარს. მაგრამ ასევე არის mindset, შენი რა გინდა, რეალურად გიყვარს ის სპორტი, რასაც აკეთებ? რა გინდა რომ გახდე? აი სად არის შენი საწიერა, სად მიდის გზა? შენ გინდა სუპერლიგის საუკეთესო იგორგი გახდე? თუ ცოტა ზევით იყურები? ხვდები, აი რაღაც ბავშვებს ხშირად ხოლმე არიან ბავშვები, რომელსაც ატყობ რომ მიზანი აქვს უკვე რაღაც, რომ მოდის რომ ვარჯიშობს რაღაც მიზანი აქვს. იმიტომ რომ ბავშვს უხსნი, იცის რატომაც აკეთებს, გისმენს და აკეთებს. ზოგი ბავშვი ახლა ინდივიდუალურად ყველა სხვადასხვანაირად ვითარდება, მოდი ესე ვთქვათ რა, ბიოლოგიური და ქრონოლოგიური ასაკი განსხვავდება, მომწიფების ასაკი შესაბამისი კალათბურთელებს სხვადასხვა უფრო გვიან ეწყებათ მომწიფების ასაკი. ამიტომ უფრო ბავშვები არიან. და შეიძლება ყურადღება გაფანტულები იყვნენ, რა გასაგებიც არის. მაგრამ არიან ბავშვები, რომელიც აი ბავშვს შემო აი იცის რა უნდა, უკვე იცის რომ ფეხბურთელობა, უკვე იცის რომ კალათბურთელობა უნდა. გამოვა თუ არ გამოვა, ის სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ გამოვიდეს. თუ ვერ გამოვა ეს თვისებები რაც აქ დარწმუნებული სხვა პროფესიაში ძალიან მაგრა გამოადგება. ამიტომ აი ბევრი ფაქტორია, ძალიან რთული ამის თქმა, რომ მარტო ნიჭია, მარტო ის არის, მაგრამ ყოველია შემთხვევა ნიჭის შემთხვევაში რაღაც დონეზე მისულან, მე უკვე რეგრესია, ან ვეღარ ვითარდებიან ფიზიკურად მიდიხარ რაღაც დონეზე, მაგრამ აი სპორტს გააჩნია, ხო ხტები, შეიძლება ფიზიკური ხარჯზე პოზიციას გააჩნია. ფიზიკური ხარჯზე შენ შვენიერი კარიერა მოიწყო, მაგრამ რაღაც დონეზე მე იქით ვეღარ მიდიხარ, იმიტომ იმას ნიჭი ჭირდება, იმას საკალათბურთო აზროვნება ჭირდება, IQ ჭირდება და ასე შემდეგ. მე რასაც ხედავდი ხოლმე, აი მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ თავიდანვე ფიზიკური მონაცემები, კარგი ფიზიკური მონაცემები, ვეუბნები ხოლმე მასეთ ბავშვებს ყოველთვის, რომ შენ გაქვს ფორა. ეს ფორა უნდა გამოიყენო და პირიქით კიდევ უფრო როცა ფიზიკურად რაღაც დონეზე განვითარებული ხარ, კიდევ უფრო მეტად რთული ვარჯიშების გაკეთება შეგიძლია და კიდევ უფრო მეტად შეგიძლია რომ წინ იყო. და ამ დროს მოთამაშეები რატომღაც არ აქცევენ ფიზიკურ მომზადებას ყურადღებას, იმიტომ რომ მე ისედაც მაქვს ეს. კი, როგორც ნიჭიერი მე ისედაც მაქვს, მე ისედაც გამომდის. და ეგ პრობლემაა ზუსტად, მაგრამ საქმეს მაგას სად იყურები შენ? კი, გააქვს შენ ასაკობრივში საქართველოში. ყველაზე მაგარი ხარ ეთქო ფიზიკურად. აქ თუ იყურები კი ბატონო, მაგრამ ვიღაცები ხო არიან შენ ასაკში, სოფლიოს გარშემო რომ წინ არიან. აი ეგ არის მნიშვნელოვანი ბავშვს დაუსახოთ, რომ შენ მარტო აქ არ უნდა იყურო მარტო, იქ დაისახე მიზანი. შენ დაისახე თქვა თუ NBA შენი მიზანი იყოს NBA თუ ევროლიგა, უმაღლესი მიზანი დაისახე და აქედან აქ თუ მოხდები რა პრობლემაა, მიხვდი? ამიტომ აი ეს ბავშვმა უნდა იცოდეს, აქ კი შეიძლება ყველაზე მაგარი ხარ, მაგრამ ვიღაცა იქ შეგდეს შენზე მაგარია. შენზე მაგრა ვარჯიშობს, შენზე მაგარი ფიზიკური მონაცემები აქვს, შენზე ნიჭიერია. და ეს არის ალბათ ცვლის როლი და შეიძლება მშობლის როლი, რა თქმა უნდა, დიდი როლი აქვს მშობლს სპორტის შეყვარებაში და განვითარებაში და პირიქით ასევე მშობლები არიან, რომელიც ბავშვს პირიქით უშლიან ხელს, მოდი ასე ვთქვათ. არის ბევრი ეგეთი მშობლები, რომელსაც ნიჭიერი ბავშვი ყოლია და სამწუხაროდ არასწორი მიდგომით დაკარგულა ეს ბავშვი. და ეგ არის უფროსის როლი, რომ ბავშვს დაანახოს, დაეხმაროს ამაში.
განავითაროს საკუთარი ფიზიკური მონაცემი თუ იქნება ტაქტიკური თუ ტექნიკური მონაცემი როგორ განავითაროს, ეგაა მნიშვნელოვანი. რას ფიქრობ, რომელი უფრო მნიშვნელოვანია ჩვენ ცხოვრებაზე ახლა ყოველდღიურად რაღაცები მოქმედებს ხოლმე, თქვათ мотиваცია, დემოტივაცია, დისციპლინა, ხანდახან დისციპლინებულები ვართ ხოლმე. რა უფრო მნიშვნელოვანია? რა თქმა უნდა, ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ რა უფრო მნიშვნელოვანია, დისციპლინა თუ мотиваცია? კი, ორივე ნამდვილად მნიშვნელოვანია და მოდი мотиваციას გამოვყოფ ორნაირად. ესე არის გარეგანი мотиваცია და არის შინაგანი мотиваცია, რომელიც ძალიან ოქროც სანთლით საძებარია, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ხტები შინაგანი რაღაც мотиваცია, რაღაც გამოძრავებს. არ გჭირდება შენ ვიღაცამ ტაში დაგიკრას და ყოჩაღერა მაგარი ხარ. ან შენ არაკეთებ ამისთვის, რომ იქ აი ეს რაღაცა მოიგო ერთი медали და რაღაც. არა, რაღაც შინაგანი мотиваცია გაქვს. თუ ჩვენ შინაგან мотиваციაზე საუბრობთ, ეს ავტომატურად გეხმარება შენ დისციპლინა დაალაგო. რა თქმა უნდა, არიან ბავშვები დისციპლინირებულები, შეიძლება ოჯახიდან გამომდინარე, ანუ ოჯახში გარემო ისეთი, რომ წესრიგი არის, დისციპლინა არის და ბავშვი ესეთი, ან შეიძლება სულაც არ იყოს ეგეთი ბავშვი. ფსიქოსომატური განსხვავებით ბავშვები და არ იყოს დისციპლინური, მაგრამ სხვა რაღაცით აღმოხვრას ეს ამიხდი, რაღაც мотиваცია აქვს რისთვისაც აკეთებს, ხო? რაღაც მიზეზი აქვს. ზოგ შეიძლება მაგალითად რონალდოს შემთხვევაში ხო მაგისტრის იყო დედამისი ყოლოდა ყველაზე კარგად ხო ესეა ოჯახური თემა ყონდა რაღაც არ გაჭირვებაში გამოიზარდა ადამიანის ზოგის გაჭირვებაში რომელიც იზრდება რაღაც ის შინაგანი мотиваცია აქვს მიხდი შეიძლება არ არის პრობლემა არ ხარ გაჭირვება რაღაც სხვა мотиваცია გაქვს ეს არნიშნულოვანია ამ მე ვფიქრობ რომ ვერ ვიტყვი რომ რომელი ჯობია მაგრამ დისციპლინის გარეშე ანუ ცეცხლი გაქვს და ჭირდება ესე მუდმივ დონეზე იყოს ეს ცეცხლი. ანუ მნიშვნელოვანი დისციპლინა, მაგრამ მე მესამესაც დავამატებდი. რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია მორზე, არის ადაპტაციის უნარი. ბავშვს და ზოგადად სპორტსმენსაც, ადამიანს უნდა ქონდეს ადაპტაციის უნარი და რეალურად ჩვენი რასა რო არსებობს, იმიტომ არსებობს რომ ადაპტაცია შევძლებთ, ხო? გადაშ ჩვენ ძლიერი იყო დინოზავრი. მაგრამ გადაშენდა საბოლოო ასე ნეანდერტალელებიც დაახლოებით ჩვენი მონოთესავე რასა იყო, მაგრამ გადაშენდნენ. ანუ ადაპტაციის უნარი უნდა ქონდეს სპორტსმენს. ეს რას ნიშნავს? შეეძლოს სხვადასხვა გარემოში მოქმედება. გარემო რა არის მისთვის ხო? მივიდა სხვა ახალ გუნდში მივიდა, როგორ მოიქცეს იკა? ცნელია ახ არის, ცნელთან ურთიერთობა უნდა შეეძლოს. ძალიან ბევრი ვარსკვლავი, სხვათა შორის მაღალი დონის ვარსკვლავი, ამის გამო ზარალდებოდა, იმიტომ რომ ურთიერთობა არ იცოდა ცნელთან, იმიტომ ცნელი აქვს თავარი, რეალურად თუ ვერ შეძლებ ცნელთან, შეიძლება შენი კარიერას გადაუსვას ხელი. ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ურთიერთობა თუ არ შეგილია, ადაპტაცია თუ არ შეგილია გარემოში, ერთ ადამიანს, თქვა ამ შემთხვევაში თუ ვიტყვით ცნელს, შეიძლება გადაუსვას შენ კარიერას ხელი. არ გაგიგზელოს, დაგტოვოს გუნდში, რამდენი ყოფილა შემთხვევა, ხო? არ გაგიშვას არსად და დაანგრიოს შენი კარიერა. ამიტომ ამ ორს სამნიშნულოვანი ასევე ვიტყოდი, რომ ადაპტაციის უნარი უნდა გქონდეს. იმიტომ რომ არის მომენტი, როდესაც შეიძლება რაღაც დაგეგმილი გაქვს დისციპლინად. ხო თქვა 5 საათზე, დილის 5 საათზე ნამდვილად ვივარჯიშ, მაგრამ რაღაცა მოხდა შენ ცხოვრებაში. ამის გამო უნდა გაბრაზდე, რაღაცა რომ მთელი დღე უნდა ჩაგეშხმოს თუ ადაპტაცირება უნდა მოახდინო, მიხდი? აი ეს მნიშვნელოვანია, ეს თვისება მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია და იმ სპორტსმენებს, რომელიც უკვე განსხვავდება კარგსა და საუკეთესოს შორის, აი ეს თვისება აქვთ, იმიტომ რომ შეუძლია ადაპტირდნენ გარემოზე. კი, იმიტომ რომ იდეაში რაც არ უნდა დისციპლინირებულები ვიყოთ და ვთქვათ დაგეგმილი გქონდეს რომ უნდა გავიდეთ თქვა სარბენად და ვირბინოთ, შეიძლება ისეთი ძალიან ცუდი ამინდი იყოს რომ უბრალოდ ვერ გახვიდე. შეიძლება გახვიდე ეგ მამიზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერ ანუ ბევრი ფაქტორი შეიძლება შემოგიღოს. ამიტომ რას აკეთებ? კაი, არ გახვედი ამის გამო. რა ცუდი ხარ, ან თავის გვემარ უნდა იყოს, მივხვდი? აი გამოსავალი უნდა ეძებო ადაპტირება პროგრესი დაგეგმილი რომ დღეს პროგრესი უნდა განვიცადო შეიძლება რაღაც კონკრეტულ საკითხში არ განიცადო პროგრესი და სხვა რამაში განიცადო რაც და მოგეხმარება ან სპორტსმენი რომელმაც ტრავმა მიიღო თქვათ ჯვარედინი გაიწვიდა კაი ჯვარედინი გავიწვიდა 9 თვე გვაქვს სიტყვას დაახლოებით ხო 9 თვე გვაქვს რა როგორ შეიძლება განვითარდე მე ეხლა თუ უნდა ვიტირო 9 თვე რომ ჯვარედინი მივიღე თუ მოდი განვითარდე როგორ განვავითარო ის კონკრეტული ასპექტები რაც არ მივარგოდა აქამდე ან გონებრივად ვიმუშაო, ტაქტიკურად განვითარო ჩემს. ანუ ყოველთვის არის არეალი რომ განვითარდე. და ეს რა თქმა უნდა ამის ადაპტაცია უნდა შეგეძლოს. კი, თუნდაც ახლა ჩემი მასწავლებლები, როდესაც მოდიან ხოლმე და თქვა ტრავმა მიიღეს, ვეუბნები ვარჯიშზე მაინც მოდი დაგაყენებ თავის გვევით ისროლე. ან ზედატანია ვარჯიშე ფიტნესში, თქვა ფეხზე მიიღო ტრავმა, ზედატანია ვარჯიშე ფიტნესში, ხელს ხო არავინ არ უშლის. იდეაში არც ექიმი არ უშლის მაგას რომ როცა რა სხვა არეაზე გაქვს და ეს რა ქვია ტრავმა სხვა არეა დატვირთო.
რა მაინტერესებს, შენ გქონია ძალიან ბევრ წარმატებულ სპორტსმენთან კავშირი, გივარჯიშებია ისინი და როდესაც მოდიან შენთან სავარჯიშოდ, პირველი აი რას აკეთებენ, როდესაც მოდიან სავარჯიშოდ, რა განასხვავებს, ანუ ის წარუმატებელი სპორტსმენი, რომელიც არის და წარმატებული სპორტსმენი, რომელიც არის, ვარჯიშზე რას აკეთებს განსხვავებულად? თუ სპორტსმენს უკვე რაღაც ბაზა აქვს, მოდი ეს თქვა ნაკრების მოთა თოკო, შერმო, წინცა ეს ჩვენ საქართველოს დონეზე მაღალი კლასის თავისი რიტუალები აქვს ყველას. ა დონის რიტუალები, რასაც აკეთებენ თვითონ. უკვე იციან ეს არის გამოცდილებიდან მოპოვებული 1000 ცნობთან ნამუშევარია, უმაღლესი დონის პროფესიონალებთან, იგივე ფიზიოლოგიურ ცნობებთან და რაღაც ამ დონეზე ცოტა იმისგან აიღო, ცოტა იმისგან აიღო, ცოტა იმისგან და საკუთარი რაღაც რიტუალი აქვს. მეორე ის არის, რომ თვითონ ვარჯიშის პროცესში არის განსხვავებულად უდგებიან ყოველ გამეორებას, მიხვდი? მისთვის ვარჯიში რომ მოდის, ეს ის მის განვითარების ნაწილია. და უკვე სხვანაირად უდგება ამ ნაწილს. ეს არნიშნავს, რომ იმ ვარჯიშის დროს მარტო ესე იყოს და არ გაიცინოს და არ იხონოს. მე პირიქით მირჩევნია, რომ გარემოს, როდესაც გუნდს ვარჯიშებ ან ინდივიდუალურად, გარემო იყოს მეგობრული. არ არის ეს 3 გამეორება 10 ჯერ მარტო. განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ გარემო უნდა იყოს კარგი და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ესეთი ტიპის სპორტსმენები უფრო ხალისით აკეთებენ, მიხვდი? ყველანაირი მოძრაობას, მისთვის უფრო სუბუქია, უფრო არ არიან დაძაბულები და შესაბამისად მექანიკა უკეთესიც არის. და ეს განასხვავებს, ზოგადად რიტუალი აქვთ, იციან რატო აკეთებენ და რისთვის აკეთებენ, მე განასხვავებთ უფრო მეტად არასპორტსმენს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს თვისებები აქვს, რომლებიც არ არიან ჯერ ვარსკვლავები, აქვთ ეს თვისებები ბავშვებს, ძალიან ბევრი ბავშვია, როგორც მანამდე თქვი, რომელიც ატყობ რომ უყურებ და ეს ბავშვი უკვე პროფესიონალია. ამ ბავშვს აქვს ეს თვისება, რომ მაქსიმალურად ყურადღებით იყოს და გააკეთოს ისაც მოცემულია. კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვი და ძალიან მნიშვნელოვანი რამეზე გადავდივართ. ყველა წარმატებული სპორტსმენი თამაშამდე ემზადება რაღაც კონკრეტული რიტუალით, რაც თვითონ აქვს გამომუშავებული. შენ ასევე ახსენე ხა რომ ვარჯიშზე რომ მოდის, ყველას აქვს თავისი რიტუალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ ყოველი ვარჯიშის წინაც უნდა იყოს, ეხლა ყველა მეკითხება ხოლმე თამაშის წინ როგორ მოემზადო. ვარჯიშის წინ მომზადებაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და მაინტერესებს შენ რას ფიქრობ, შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის ყველაზე კარგი თამაშის წინ, პერფორმანსის წინ, რა რიტუალი შეიძლება რომ გქონდეს, რომ მზად იყოს მისი სხეული ყველაფრისთვის? სხვათა შორის ეგ ბევრი ფაქტორი ძალიან ინდივიდუალურია. ზოგისთვის შეიძლება სტატიკური გაწოლა იყოს ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ მე ვფიქრობ, რომ შეიძლება იმ მომენტისთვის დინამიური გაწოლა უკეთესი იყოს ან სხვა ტიპის, მაგრამ არიან ინდივიდები. იცის რომ მისთვის აი ეს კონკრეტული მოძრაობა ეფექტურია და მუშაობს და ის თვითონ ეს მის ამზადებს. შეიძლება მეცნიერულად თქვათ, არ არის მხარდაჭერილი რომ ესეთი ტიპის თქვათ გახურება ან გაწოლა რომ შენ მოგამზადე, მაგრამ იმისთვის ეს ნიშნავს რომ მაინც როგორც მაინც ვისაუბრეთ, ხო? ამის ნიშნავს რომ ამას თუ გააკეთებს, კარგად მოემზადება. ამიტომ ბევრი სხვადასხვა რაღაც ფაქტორები, სხვადასხვა მოძრაობებია. რა თქმა უნდა, მობილიტი უნდა ჩაერთოს. რაც უფრო შორს ხარ თამაშობ, თქვათ მიხვედი და დაახლოებით საათნახევრით 2 საათი ადრე მიდიან ხოლმე თამაშებზე, ხო? რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო იწყებ თქვათ სტატიკური გაწელით, ფომ როლერს დაამუშავებ, თუ არის საშუალება გუნდებში, რა ნაკრებში რა თქმა უნდა გვყავს, ფიზიოთერაპევტი გიმუშავებს, გარკვეული პატარა ტიპის მასაჟი არის, მერე გამოდიხარ მოედანზე, შეიძლება ვიღაცა იწყებდეს მობილიტით გაწოლა, ვიღაცა იწყებდეს სროლებით. გააჩნია, ზოგი გამოდის და ჯერ სანამ როლერს დაატრიალებს ან გაიწელება, მიდის და სტატიკურ სროლებს აკეთებს. ის მისთვის ის რიტუალია, შენ არ უნდა შეუცვალო, რა თქმა უნდა, რა იცი რა, მოდი შენ სროლები არ გააკეთო, ჯერ ეს გამიკეთე. ნუ ის გამოცდილი აქვს, იმან იცის თავის ხელს, ჩვენ პროფესიონალებზე საუბრობ, რა თქმა უნდა. დამწყებებს შეიძლება ურჩევა, როგორც პროფესიონალია, უკვე იცის ის მისთვის ეს არის, ეს მუშაობს. მაგალითად, ამ მაგალითზე გეტყვი მაკფადენი. როგორ ემზადებოდა? შეიძლება სხვები ბევრისთვის უცნაური იყოს, მაგრამ იჯდა, არ გამოდიოდა, ყველაზე გვიან თითქმის ყველაზე გვიან გამოდიოდა ხოლმე, ქონდა iPad-ში კონკრეტული თამაში, გონებრივი თამაში იყო, რაღაც თამაშობდა და ამას თამაშობდა. და სხვათა შორის ეფექტურია, ვიცი ძალიან ბევრი სპორტსმენი, Tom Brady NFL-ში სპეციალური თამაშები შეაქმნევინა, mind games და ამის სანამ გავიდა და ამებს თამაშობდა. იმიტომ რომ გონება ძალიან მნიშვნელოვანია.
აქედან მოდის ყველაფრის კონტროლი. და ამით იმისთვის ის იყო, რომ ეს მომზადებული იყო მთელი სხეული. შეიძლება საერთოდ არაფერი არ გააკეთო და უცებ რაღაც ემოციამ შენ ისე გაგახუროს. ვაფშე არ დაგჭირეს გახურება. სადღაც მიდიხარ და გამოგეკი და ვებხვი. ხა შენ ხო არ დაიწყე, მე ხა მოდი ეხა მობილითის გავაკეთებ და გავიწელები. ხო, ეგრევე შეიძლება გადაახდე 5 მეტრიანებას, იმიტომ ნერვული სისტემა გააქტიურდა. მივხვდი? ანუ ეგ არის. ამიტომ ინდივიდუალური, ვისთვის რა არის მომზადებისთვის საჭირო. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არნიშნავს, რომ ეხა შენ ყველა ინდივიდუალურად არნიშნავს, რომ ბავშვი ხა თან ამ ახალგაზრდა ბავშვს უთხოვ, მოდი შე ყველა iPad-ზე დაჯიქი და რა ქვია, მე ეგრევე გადით გავუხურება. არა, რა თქმა უნდა, ეხა ინდივიდუალურად ყობი რასაც აკეთებ და არნიშნავს, რომ ბავშვმაც იგივე გააკეთე. იმან ყველაფერი გამოცადა იმისთვის. ყველაფერია გავლილი და 1%-ზე ძებს როგორ შეიძლება წინ წაიწიოს. მაგრამ ბავშვისთვის, რომელიც ის რა თქმა უნდა, იმას ფუნდამენტური რაღაცები ჭირდება. მასე დავეხმარო სწორი როგორ თანმიმდევრულად როგორ აჯობია. და მე უკვე რაღაც დონეზე მივა მაკფადენის დონეზე, კობის დონეზე, ღმერთ მაგნას ყველა მევიდეს. მე უკვე შეუძლია რაღაც განსხვავებული ალტერნატიული მეთოდები ეძებოს. იოგა და ასე შემდეგ. ამიტომ ეგ ინდივიდუალური რაღაც დონეზე. თუმცა ხო აი mobility, კუნთებზე მუშაობა, მე დინამიური მოძრაობები, ფეთქებადი მოძრაობები, პოზიციის მიხვედი რა პოზიციაზე ხარ, იმ მოძრაობებს აკეთებ. მე უკვე თამაშიც იწყება. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა, ბევრს გამოადგება დიდი ალბათობით ეს რჩევები. რა მაინტერესებს? შენ გაქვს ნამუშევარი არა მარტო კალათბურთელებთან, არამედ რაგბის მოთამაშეებთან, ფეხბურთის მოთამაშეებთან, ჩოგბურთელებთან. რა განასხვავებს ამ მოთამაშეებს, ან თუნდაც ფიზიკური დატვირთვით, რა განსხვავებაა ამათ დატვირთვებს შორის? ასაკს გააჩნია, მაგალითად ფუნდამენტი, მოდი ასე ვთქვა, ფუნდამენტი არის თითქმის საერთოა. ძალა, სისაფეა, პლანომეტრიკა, ნახტომი, ასე შემდეგ. ფუნდამენტი ყველა საერთოა, მაგრამ მე რაღაც განსხვავებები არის, თქვა 10-20%-იანი განსხვავება, რომელიც სპორტის და შესაბამისად შეიძლება რაღაც მოძრაობა გააკეთო განსხვავებულად. იგივე კალათბურთში პოსტის მოთამაშე 5 ნომერს 4 ნომერს სხვა ტიპის მოძრაობა, იგივენაირი დატვირთვის მოძრაობა, ცოტა სხვანაირად გააკეთებ, იქიდან გამომდინარე რა მოძრაობა ჭირდება. და გარც ცოტა სხვანაირად გააკეთო. აი ესეთია სპორტში შემოსი. თქვა ლატერალური მოძრაობა დომინანტურია, თქვა ჩოგბურთელების უფრო მეტად, ხო? Side to side მოძრაობენ, ბადაზეც კი გადიან, მაგრამ უფრო მეტი ლატერალური. შესაბამისად შენი აქცენტი შეიძლება უფრო მეტად გააკეთო ლატერალურზე. ასევე მოთამაშე რომელსაც დაცვითი მოძრაობები უფრო მეტად ხშირად უწევს. ამიტომ ბევრი ფაქტორი არის, ფუნდამენტი ერთია, საძირკველი ერთია. საძირკველი ყველამ უნდა გაიაროს. რაც უფრო ადრე დავიწყოთ, უკეთეს და მე უკვე რომ საძირკველი გავლილი გვაქვს ჩვენი. ვეძებთ აი პატარა სპეციფიკებს, როგორ შეიძლება განვასხვაოთ. როგორ შეიძლება გავაკეთებინოთ მისთვის ოპტიმალური იყოს. მე სპორტი არის და ასევე ინდივიდია დამოკიდებული. მე შეიძლება სპორტსმენი ვარ, მარცხცაცია ვარ. ცაცისთვის შეიძლება ცოტა განსხვავებული მოძრაობა გააკეთებინო. ან თამაშის სტილი როგორი აქვს. თავდასხმელია ფლანგზე თამაშობს, ძირითადად სხვა ტიპის რაღაცები შეიძლება განუვითარო. შუაში დაცვეს სხვა და აი პატარა დეტალები, რომელიც მე განასხვავებ, მაგრამ შემთხვევით რომ ფუნდამენტი ყველა შეიძლება. ფუნდამენტი არის საერთო და მე უკვე ამაზე უკვე აშენებ განსხვავებულ რაღაცებს. შემდეგ კითხვა არის ძალიან საინტერესო, მაგრამ სანამ ამ თემაზე გადავალთ, უნდა გავაცნოთ ის იდეა, რომელთაც ახალგაზრდა პერსპექტიულ სპორტსმენს ან სპორტსმენებს დავეხმარებით. ჩემ აღწერაში მაქვს მიღებული დონაციის ანგარიშები, რომლიდანაც 50% წავა პერსპექტიული ახალგაზრდას განვითარებაში. წლის ბოლოს რათახაც იქნება დაგროვებული, თქვენთან ერთად ავარჩევთ როგორ და რამდენ ახალგაზრდას დავეხმაროთ. ასევე შეგახსენებთ, რომ ამ უმაღლეს ხარისხის ვიდეოს წერთ პოდკასტ არიაში და გამოიწერეთ ჩვენი არხი. სამშობლოა ეს ყველაფერი, რაც თქვი, იმიტომ რომ ფუნდამენტი იდეაში ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის პატარა ასაკი, როდესაც ეს ფუნდამენტი უნდა ჩამოყალიბდეს და არა 16 წლიდან, იმიტომ რომ 16 წლიდან უკვე შეიძლება პროფესიონალურ დონეზეც კი რომ თამაშობთ და ამ ყველაფერს უკვე აქცევდა ყურადღებას. და იმ 16 წლამდე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ფუნდამენტი მზად იყოს უკვე და მერე იპოვო ის, რაც განგასხვავებს შენ და იპოვო უკვე შენი, ასე ვთქვათ, რუტინა. მაგ პერიოდში თან ახლა რომ საუბრობდით რუტინაზე. მე ჩემოსავლებს მაგალითად ყოველთვის ვეუბნები, რომ როდესაც გქონდა წარმატებული თამაში ან წარუმატებელი თამაში, ყოველთვის დააკვირდი რა მოხდა იმ დღეს და იმის წინა დღეს. რომ შენ შეგეძლოს აღმოაჩინო რა მოქმედებს შენზე პოზიტიურად, რა მოქმედებს შენზე ნეგატიურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იპოვოს საკუთარი რუტინა.
მე ასევე მაინტერესებს შენ იყავი საქართველოს კალათბურთის ნაკრების მიზმომზადების მწვრთნელი. აქ შენ ცოდნიდან გამომდინარე, რაც გაქვს და შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდი ახალგაზრდა თაობას, როგორ შეიძლება რომ მიაღწიონ ნაკრებამდე? არა მარტო კალათბურთის ნაკრებამდე, არამედ სხვა სპორტის ნაკრებამდე. ნუ ეს თვისებები რაც ჩვენ ვისაუბრეთ, ეგ ძალიან რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. უნდა გესმოდეს შენი სპორტი, იმიტომ რომ მარტო ნიჭი უნარი ცოტა საკალათბურთო ნიჭი იქ ტექნიკურზე ვსაუბრობ, სროლაზე, დრიბლინგზე და ფიზიკური მონაცემები უკვე აღარ კმარა. რომ საკალათბურთი უნდა გესმოდეს, საკალათბურთო IQ უნდა ქონდეს, იმიტომ რომ შენ გიწევს სხვადასხვა სხვადასხვა სტილის მცველთან მუშაობა. შეიძლება იყოს ცხელი იყოს, შეიძლება ქართველი იყოს. შეიძლება ორ წელში სხვა მოვიდეს და ყველას თავისებური სხვა სტილის თამაში აქვს. დაცვითი სხვადასხვა ელემენტებს ამუშავებს, ოფენს სხვანაირად თამაშობს, მიხვდი? ამიტომ შენ ესე უნდა შეგეძლოს და წაკითხვა უნდა შეგეძლოს. ამიტომ საკალათბურთო IQ უნდა ქონდეს. ანუ კალათბურთი უნდა ისოდე რა, მოდი ესე ვთქვათ. მარტო ის არ კმარა, რომ კარგი მსროლელი ხარ და კარგ დაცვას თამაშობ და კარგად დახტი ხარ და ფიზიკური უნარები. უკვე ეს მნიშვნელოვანია. შემდეგში ურთიერთობა ვისაუბრეთ, იმიტომ რომ ძალიან განსხვავდება, აი მაგათ ყველა თითქმის ყველა სპეციფიკაში მომუშავე, ინდივიდუალურად ვავარჯიშებდი, დარბაზში გუნდურად, გუნდს ცალკე და ნაკრებშიც ყველა განსხვავდება. და თითოეული ადამიანი სპორტსმენი ყველგან შეიძლება სხვადასხვა თვისებები განმოავლინოს. მაგალითად, გუნდში სპორტსმენი სხვანაირია, ნაკრებში სხვანაირია. მიხვდი? რა თქმა უნდა, სხვა რაღაც მოთხოვნები აქვს. სხვანაირად უნდა მიუდგეს საკითხებს. შეიძლება გუნდში ლიდერია, მაგრამ ნაკრებში არ არის ლიდერი, იქ სხვა ლიდერები არიან. იქ როგორ უნდა მოიქცეს, ისე მოიქცეს, როგორც ლიდერი ვერ მოიქცება. იქ არიან უკვე ლიდერები. იქ თოკო ყავს, შენ მოგყავს. უარი ასეთი ხვდები. ამიტომ სხვანაირი მიდგომებია საჭირო, უნდა იცოდე, ურთიერთობა უნდა შეგეძლოს. სხვა ოჯახია, ცოტა სხვანაირი გარემოა, ქვეყანას წარმოადგენი იქ უკვე. უკვე შეცდომების დაშვების უფლება ურთიერთობაში ნაკლები გაქვს, ვიდრე თქვა გუნდში რაღაც დონეზე სეზონი გაქვს და შეიძლება გამოასწორო და რაღაც ნაკლებში პატარა დრო გაქვს. შეიძლება ერთი არასწორი შენი მოქმედება, მე არ გულისხმობ სათამაშოს, ურთიერთობის მოქმედება შენ კარგად იყავი გითხრა. იმიტომ რომ ახლა მithumetes თუ არ ხარ ვარსკვლავი ასე თქვა და ჯერ არაფერი გაკეთებ ნაკრებში, უნდა შეიძლება პიროვნება უნდა იყოს, რომ დადებითი ადამიანი უნდა იყოს მაგ შემთხვევაში, რომ ადამიანებს შენთან ურთიერთობა შეეძლოთ. მეტყვი ეგ თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა რა თქმა უნდა, საუბარ ნიჭიერება, ფიზიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქ აღარ არის ნაკრებში რომ მიდიხარ, აღარ არის დრო შენ, აი მოდი ნაკრებში მივალ და ფორმაში შევალ. გუნდში სეზონი გაგდა არიან, ეგაც არასწორია. სექტემბერში რო იწყებენ ასე თქვა ფიზიკურ მომზადებას შესვლას, ფიზიკურად მომზადებას. მაგრამ ნაკრებში რო იწყებენ აბსოლუტურად მორჩა, ყველანაირად მზად უნდა იყოს შენ. ტაქტიკურად, ტექნიკურად, ფიზიკურად, იქ აღარავის აღარ აქვს შენი დრო, რომ აი მე ფორმაში შეგიყვან რა. არანაირად. ამიტომ აი ყველა თვისებები მზად უნდა ქონდეს, უკვე ნაკრებში რომ მიდიხარ, აი ყველა ასპექტში უნდა იყოს მომზადებული რა და რა თქმა უნდა ეს რასაც უყურებ, მე მეტყვი ბევრი მინახია 7 წლის განმავლობაში, რაც ნაკრებში ვიმუშავე, ისეთი ნიჭიერები შეიძლება გონია, მაგრამ პირველი კემპის მერე რაღაც აღარ გამოუძახებია მსროლს, იმიტომ რომ ურთიერთობის პრობლემა იყო. ან რაღაცა ვერ გაიგო, ან ყურადღებით არ იყო. ან კალათბურთი უბრალოდ IQ არ ქონდა, მოდი ესე ვთქვათ. ანუ ბევრი ფაქტორია, რომელიც უნდა გაითვალისწინოს რა და ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მარტო ის რომ კარგად ითამაშო, მარტო ეგ არ კმარა, უნდა გესმოდეს შენი სპორტი. უნდა იყოს კარგი ადამიანი, რომელსაც აქვს კომუნიკაციის უნარი მაღალ დონეზე და ხო, ეგ არის. ეგ თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია და საბოლოო ჯამში მithumetes ახალგაზრდა სპორტსმენი რო ხარ, უკვე ეგეთი ტიპის ადამიანი რო ხარ, გეხმარებიან ავტომატურად ის ვარსკვლავები, ვინც შენ გვერდში არიან, რომლებიც წლები არიან, უკვე ნახეს, რომ ის მონდომებულია ეს ბიჭი და მე ამას დავეხმარები. გვერდში დაგიდგება, ბევრ რაღაცას გასწავლის. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რა. კი ბატონო. რა მაინტერესებს? ეხლა არის უმეტესი სპორტსმენებისთვის ოფსეზონი. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ოფსეზონი ყველა სპორტსმენისთვის, ეს რომ გამოვკვეთოთ და რომ ვისაუბროთ, აი შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ყოლია და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გეყოლებოდა ეგეთი სპორტსმენები, რომლებიც ოფსეზონზე
ისეთი ტრანსფორმაცია განიცადეს, ისეთი რომ მე ბევრად უკეთეს ადგილას მოხვედრილან თავის კარიერის მხრივ. კი, საკმაოდ ბევრი სპორტსმენი, რომელმაც ოფსიზონი არა, ზოგადად ფიზიკური მომზადების მხრივ აი ეს სისტემა გადაწყვიტეს, რომ მე ამ ზაფხულს სიტყვაზე უნდა მომზადო პირველად ეს სისტემატიურად, თქვა 1 თვე, 2 თვე, 3 თვე ჩავდო ინვესტიცია ჩემ თავში. და პირველ რიგში ავტომატურად აი სულ რაღაც 1 წელიწადში თუ ქონდა სიტყვაზე მატერიალურად ესე ვთქვათ 800 ლარი თუ ქონდა ხელფასი შეიძლება ავტომატურად შეიძლება 5000 ლარი ქონოდა შემდეგ წელს. მე ვიცი კალათბურთელებს URG-ს ესე 800 ლარი ქონდა დღეს აქვთ 15000 ლარი მოდი ესე ვთქვათ. იქიდან გამომდინარე რომ ინვესტიცია ჩადეს საკუთარ თავში და მოემზადნენ და ფიზიკური მონაცემი განავითარეს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბაზა ქონდათ ტექნიკური თქვა საკალათბურთო უნარები ტექნიკა, მაგრამ არ ქონდა ფიზიკური მომზადება. როგორც კი ეს ასპექტი განავითარეს, ავტომატურად აისახა მის ფინანსებზე და არა მარტო ფინანსებზე, უკვე მე ნაკრებში ბევრი აქამდე შეიძლება მანამდე რომ ვერ იოცნებდება ნაკრებში, უკვე გაუუშთა პრეტენზია ნაკრებში ყოფილიყო და მოხდნენ ეს ადამიანები ნაკრებში. მოხდნენ იქიდან გამომდინარე ისე რომ ეს ჩადეს ინვესტიცია საკუთარ თავში და მაგიტომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ოფსიზონის პერიოდი, რომ მაგდოს გააქშენეს ფანჯარა, რომ ინვესტიცია შეიძლება ჩადოს საკუთარ თავში. ფიზიკურად ვიძახი, იმიტომ რომ შენ არ გაქვს თამაშები. არ არის იმის რისკი რომ ტრავმა მიიღო, იმიტომ რომ თქვა ფიზიკურად შეიძლება ბოლომდე დაიხარჯო და შენ არ გაქვს მეორე დღეს და მესამე დღეს თამაში, რომ გაქვს საშუალება ორგანიზმმა ადაპტაცია განიცადოს. და ეს ინვესტიცია რაც ჩადე, მე სეზონის განმავლობაში დაგეხმაროს. მაგრამ ყოველთვის ურჩევდა უკეთესი არის, იმიტომ რომ ოფსიზონი შეიძლება კი ბატონო გაიარე, კარგი ოფსიზონი, მაგრამ შენ რასაკეთებ იმ სეზონზე, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი არ უგულებელყოფთ იმას, რომ რახან მე ოფსიზონი ყოფილა ეგეთ შემთხვევები, 2 თვე მაგრა ივარჯებ თელი სეზონის განმავლობაში. ან თვითონ არა, ან უბრალოდ გუნდში არ ქონდა ისეთი სიტუაცია, სადაც ფიზიოლოგიის მცველი ყავდა გუნდს. არ ქონდა მაგის შესაძლებლობა და თვითონაც, ასე ვთქვათ, აღარ მიაქცია ყურადღება. ეს პრობლემაა უკვე. შეიძლება რაღაც პერიოდი გაგვყოს, პირველი თვე, 2 თვე, მაგრამ მე უკვე ბევრი ასპექტები იწყებს დეგრადირებას. ძალა, ვისაუბრეთ, ძალა შეიძლება გაგვყოს, მაგრამ ფეთქებადობა, სისწრაფე, მე ტრამვის რისკიც იზრდება. ამიტომ მნიშვნელოვანია რა გააკეთე შენ ოფსიზონზე. ამის შენ მშენებლობა არ შეაჩირო. კი ბატონო, შეიძლება მეინტენენსი ასე ვთქვათ, შენარჩუნების ფაზაა, მაგრამ ასევე შეიძლება პროგრესირებას განიცადო სეზონის დროს. არ არის პრობლემა, არ ნიშნავს, რომ იმ სეზონის დროს არ ნიშნავს, შენ არ შეგიძლია პროგრესირება განიცადო. როგორ შეგიძლია? შეგიძლია. თავისთავად შეგიძლია. თან გააჩენ რა ტიპის მოთამაშე ხარ, ბენჩის მოთამაშე თუ ხარ, თუ არ გიწევს ისე და მით უმეტეს შენ უფრო მეტად უნდა განავითარო შენ. შენ თუ არ გიწევს 30 წუთი თამაში, 25 წუთი თამაში, 10 წუთი თამაშობ, ან საერთოდ არ თამაშობ. შენთვის ეს ოპორტუნიტი, შენთვის ოფსიზონია, სეზონიც. წარმოვიდგინე, ამიტომ ყოველთვის შეგიძლია სეზონიდან შეგიძლია შენი თავი განავითარო. ანუ არ უნდა უყურე ეს რაც ჩავდე მე ინვესტიცია, მორჩე, ხა მოდი ამას შევინარჩუნებ. ვერ შეინარჩუნებ. ვერა, იმიტომ რაღაცები დეგრადირდება. იქ თამაშები არის, დატვირთულობა მიდის. ასე რომ მნიშვნელოვანია, რაც ჩავყარეთ საძირკველი, იმას პატარა წყალი მოვასხათ სეზონდასაც. არ დავივიწყოთ. კი, აი ზუსტად ეგ კითხვა მქონდა. აი როგორ შეიძლება, რომ თქვა ოფ სეზონზე რა ინვესტიცია ჩადო საკუთარ თავში მოთამაშემ, განავითარა ძალა, სისწრაფე, აიყვანა თავისი თამაში ახალ დონეზე, მერე შენარჩუნება ამისი უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ტრავმებიდან გამომდინარე, რომ ტრავმა არ მოგივიდეს და ეგ სეზონი მთლიანად არ ჩაგივარდეს. როგორ შეიძლება, რომ შენარჩუნებასთან ერთად პროგრესი განიცადოს, ანუ რამხელა დატვირთვა შეიძლება, რა პერიოდებში შეიძლება, რომ დატვირთვა მიიღოს მოთამაშემ. აი გააჩინე თამაშს, მაგალითად შენ თუ მოთამაშე ხარ, რომელსაც უწევს 30+ წუთის თამაში, მანდ უნდა იცოდე, შენ მეტი აღდგენა გჭირდება. შესაბამისად, სპორტსაც გააჩინა, მაგალითად ქვედა კიდურები თავისთავად უფრო მეტად შეიძლება კონდეს ყურადღება მისაქცევი აღდგენის მხრივ და თქვა თუ ასე თქვა ფრეშ ხარ ზედატანზე, შეიძლება ზედატანზე იმუშაო. ანუ ის ასპექტები, რომლის დატვირთვაც შეგიძლია შენ მომენტში, შეგიძლია იმაზე მუშაობ. ან რაღაც კოჭის პრობლემები გაქვს, ხო? ankles ასამუშაო გაქვს, mobility არ გივარჯა, კოჭი გიტრიალდება ხშირად, რაღაცები ასპექტები შეგიძლია არ ჩოდე იმაში გაძლიერდე. ამიტომ მაგასაც მნიშვნელოვანია, ნახო, დაყო, როგორი ტიპის სეზონი გაქვს შენ. და მაგის და მიხედვით მოგვახდინო ააშენო შენი სხეული და ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მიკრო ტრავმები ან მინი ტრავმები შეიძლება მიიღოს სეზონის განმავლობაში, რომელიც შეიძლება გამოიყენო იმ ოპორტუნიტად, რომ
ეხლა ვივარჯიშებ ფიზიკურად და რაღაცა სხვა skills კი გავაუმჯობესებ. ბატონო. მაგრამ მოდი იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენთან ახლა საქართველოში სუპერლიგაში არ არის იმ მოცულობის თამაშები, მოდი ესე ვთქვათ, რომ სპორტსმენმა ვერ შეძლოს გარკვეული ინვესტიციის ჩადება. ახლა ჩვენ რო ავიღოთ ევროლიგა და NBA, გარდა თამაშები და კვირაში 3 თამაშობდი დაფრინავენ ისინი. სვაჰერში არიან, მოგზაურობა ეს თალკე სტრესი არის ორგანიზმისთვის. იმისთვის ძალიან რთულია, იმისთვის იქ მართლა შეიძლება მეინტენენსზე იყოს საუბარი, თუ მოთამაშე LeBron James-ის ასაკსაც მნიშვნელობა ხო რაღაც დადუცოს გადის იმის სხვადასხვა ტიპისა. შენ საქართველოში არ არის ის დატვირთვა სეზონის განმავლობაში 20-30 თამაში რო ითამაშებ და შენ ახლა 9 თვეში თქვა რომ მე არ მქონდა დრო რომ მომემზადო დამატებინო ეს ცოტა არ ლოგიკურია. მოდი არასწორი. ამიტომ მე ვფიქრობ საქართველოში ამ ეტაპზე თუ არ დაემატა თამაშები და თუ არ განვითარდა და ახლა ძალიან კარგია რომ ახლა საკლუბო ევროპულ ასპარეზზე გადიან გუნდები და მე ვფიქრობ რაც უფრო მეტი იქნება უკეთესი იქნება. მარტო სუპერლიგის თამაშებით არ არის ისეთი დატვირთული შენ თქვა იცი რომ აი დავიღალე და ვეღარ განვითარდი არ ამგონი. ამიტომ მე ვფიქრობ აქვს საკმაოდ დრო საქართველოს სპორტსმენს კალაბურჩი რომ ინვესტიცია ჩადოს სეზონის დროსაც. ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ლეგიონერებს მინდა რომ შევეხოთ, იმიტომ რომ ბევრ ლეგიონერთან სხვადასხვა სპორტში ქონია შეხება. რა განსხვავება არის ქართველსა და უცხოელ მოთამაშეს შორის, რა განსხვავებებს ხედავ და ფიზიკურ მონაცემებში თუ არის რამე განსხვავება და რამე თუ დგას ამის უკან. ახლა ძირითადად გუნდებში ამერიკიდან ჩამოდიან ლეგიონერები და განსხვავება იგზნობა თუ გააჩნია საიდან მოდის რომელი გუნდი იქაც მიხელა ბაზარი ამერიკა რომ არის D1, D2 არის ძალიან გადასარევი კოლეჯები და ძალიან ცუდი კოლეჯები იქ შეიძლება არანაირი ბაზა არ ქონდეს, მაგრამ თუ ისეთი კოლეჯიდან არის საიდანაც ჰაი სკულიდან მოყოლება, სკოლიდან მოყოლებული ამას აქცევენ ყურადღებას, ნამდვილად იგზნობა განსხვავება ფიზიკურ მომზადებაში. სხეულის აღზრდობა სხვანაირად არის განვითარებული. მაგრამ არ ნიშნავს რომ იგივე არ შეგიძლია შენ გააკეთო აქ. ხო ხტები ან ბაზა როგორი გაქვს რა გაიარა იმ კონკრეტულმა მოთამაშემ რომ ყოფილან ამერიკიდან ჩამოსული ელემენტარულ სკვადს ვერ აკეთებდა. აი საშინელი ფორმით. ხო ხტები არ ყოფილა ეგეთ შემთხვევაში არანაირი ბაზა არ ქონდა იქ გავლენა. ამიტომ მე ვერ ვიტყვი რა ხან ლეგიონერი ან უკეთესია ან უარესია. გააჩნია როგორი ბაზა გაქვს, როგორ მოემზადე. ერთ-ერთი განსხვავება შეიძლება იყოს ის უცხოელო ჩამოდის ფიზიკურ მონაცემებს თავი დავანებად მისთვის იგივე ქართველი რო წავიდეს სხვაგან ხო ის არის სხვა არაფერი არ გააჩნია აქ უნდა გახდეს წარმატებული და თუ განსაზღვრული აქვს აი მაგიდან ჩამოვიდა წარმოვიდა ოკეანე განმოცურა და ეხლა აქ ჩამოვიდა და იღლაბუცოს და არ ჩავდეს ინვესტიცია აზრი არ აქვს ხო მაშინ ისთვის ჩამოდიხარ ამიტომ შეიძლება мотиваცია სხვანაირი ქონდეს მისთვის მიხდი რომ სხვანაირად მომემზადე მაგრამ ინდივიდუალურია ჩამოდიან ბევრი აი პიკნიკზე არიან გეგონი არა ზედმეტი ინვესტიციას არ დებენ უბრალოდ უნდა რომ ითამაშონ რაღაც სტატისტიკა დადონ და დიდად არ აქცევენ ყურადღებას განვითარებას, მაგრამ ასევე არიან ჩამოსულები, რომელიც აი ყოფილა ბევრი კალათბურთელი ყოველდღე ჩემთან იყვნენ ჯიმში. ყოველდღე. მაგრამ მეტად შემთხვევაში ზოგი ჩამოდის და აი coach I'm going to be with you every day. მამას გეუბნება რომ ვითომ მოგაჩვენს, მაგრამ დღესაც ვერ ნახავ. ანუ გააჩნია ინდივიდს გააჩნია რა. ინდივიდს გააჩნია რა უნდა აი мотиваცია მიზანი რა აქვს რა. ვისაც ეგ მიზანია ყოველთვის წინ იწევს. ხო, იდეაში ახლა მე რასაც ხედავ საკალათბურთო სამყაროში, ახლა ახალგაზრდა თაობა რო უყურებს, რო ჩამოდიან ლეგიონერები, ფერადკანიანები და სასწაულ ფიზიკურ ფორმაში არიან და ამბობენ, აუ რა გენეტიკა აქვთ ამათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, რაც ვისაუბრეთ ჩვენ, რომ გენეტიკა შეიძლება გქონდეს, მაგრამ რამდენად გამოიყენებ შენ ამ გენეტიკას, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება გენეტიკა საერთოდ არ გქონდეთ, მაგრამ მაინც მიაღწიონ იმას, რასაც ეხლა აკეთებენ რა. ამიტომ ფიზიკური მომზადება ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესია ყველა მოთამაშისთვის. არის ეგ ფენომენებიც ბევრი ყოფილა მართლა ეხლა იგივე ამერიკიდან ჩამოსული, რომელსაც არანაირი ბაზა არ ქონია, არ მომზადებულა ფიზიკურად, მაგრამ გადასარევად ხდებოდა. კალიასავით იყო. ну, რა თქმა უნდა, გენეტიკაზეც მე ან ბავშვობაში რაღაცით ერთებოდა, არ ვიცი. ჩვენ ხო არ ვიცით რას აკეთებდა, შეიძლება ფიზიკურად არა, მაგრამ რაღაცას აკეთებდა ბავშვობაში, სულ თამაშობდა, შეიძლება სულ ასფალტზე იყო და კალათბურთს თამაშობდა. ან რაღაცას აკეთებდა ისეც, რაც დაეხმარა ამის განვითარებაში. ანუ ბევრი ფაქტორი არის რა, რომელსაც ერთ ფაქტორს ვერ იტყვი, ხო? ქართველებს ეუბნები ხოლმე ძირითადად ამას, რომ შეიძლება ვიღაცას ქონდეს მაღალი ნახტომა, მაგრამ არ იცის როგორ განავითარა ეს ნახტომი. ვეკითხები ხოლმე პირველ რიგში ცეკვაზე დადიოდი ქართულ ცეკვებზე
კი დავდიოდი ველოსიპედით გატარება გიყვარს. აუ, მთელი დღეს ველოსიპედზე ვიჯექი ხოლმე ბავშვობაში მეუბნებიან და კი კი, ბატონო, ეგ მაგის თვისებები გამო. რასაკეთე და ბავშვობაში სანამ სპორტს დაიწყებ, ეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. ძალიან დიდი მნიშვნელობა. რამდენად აქტიური იყო ბავშვი. ამიტომ ეგ ფაქტორები, რომელიც შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ, გავლენას ნამდვილად ახდენს. თან მეორე ფაქტორი კიდე რა არის იქ ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში იქ ქუჩაში თამაშობენ ზოგადად. ჩვენთან არ არის ეს კულტურა. არ არის ხო ხტები, აი იქ სულ თამაშობენ. მთელი დღე შეიძლება ეზოში თამაშობენ. ეხლა მაგალითად ინგლისში ცხოვრობდი და არ იყო ჯერ ინგლისში არ არის. ეხლა ალბათ უკვე განვითარდება უფრო მეტად, მაგრამ მაშინ მით უმეტეს არ იყო 2006 წლებში, 2010 წლებში არ იყო იმდენად განვითარებული კალათბურთი. და თუ სადმე მოედანი იყო, ლიტველი, ლატვიელი თამაშობდა იქ. ლიტველი, ლატვიელი, სხვა არავინ, იმიტომ რომ ეგენი თამაშობდნენ. დაკავებული იყო ყოველთვის კალათბურთის მოედანი, იყო არა ინგლისელით, ან ქართველით, ან ლიტველით და ლატვიელით. სულ იქ იყვნენ. ამიტომ ეს მე ვფიქრობ ეს კულტურა უნდა შემოვიდეს ჩვენთან, რომ მოედნებზე ბავშვებმა უნდა ითამაშონ და რა თქმა უნდა პირობა უნდა იყოს ბავშვს, უნდა ქონდეს საშუალება და ფარი არ უნდა იყოს ჩამოვარდნილი და ესე რა ქვია იმაზე ოღროჩოღროში არ უნდა უწოდოთ რაღაცნაირად კარგი იქნება საფეხბურთო მოედნები თუ შეიძლება საკალათბურთო მოედნებიც არ შენდეს ბევრი რომ ბავშვებმა გავიდნენ ქუჩაში და ითამაშონ და ეს ჩამოუყალიბებს ავტომატურად ბევრ რაღაცას უკვე რომ თამაშით ბევრ რაღაცას იძენს ბავშვი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია მე 100%-ით მჯერა რომ არა მარტო დარბაზებში ყალიბდება საკალათბურთო კულტურა არამედ ქუჩაში ყალიბდება საკალათბურთო კულტურა და მე ყოველთვის ამ იმით ფილოსოფიით ვმუშაობ, რომ არა აქვს მნიშვნელობა ვინ მოვა ჩემთან სავარჯიშოდ. შეიძლება მე ვხედავდე, რომ თქვათ ის ამ ბავშვს ძალიან გაუჭირდება, რომ პროფესიონალურ კალათბურთი ითამაშოს, ამ პროფესიონალურ სპორტში იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე უნდა ვიზრუნო თანაბრად, იმიტომ რომ მე არ ვიცი თუნდაც რა მომენტში შეიძლება შეიცვალოს ბავშვი და ასევე როდესაც ნებისმიერმა მოთამაშემ იცის როგორ უნდა ითამაშოს კონკრეტული სპორტი და გადის ქუჩაში და იქ თამაშობს, იქ არიან ახალგაზრდებიც, რომელსაც შეუძლია ცოდნა გადასცეს. რაც უფრო მეტი ცოდნის გადაცემა შეუძლია, მით უფრო განვითარდება საკალათბურთო კულტურა და მით უფრო ვენდობით ჩვენ თავს, რომ ამ თამაშის თამაში ნამდვილად შეგვიძლია. გინდა კალათბურთი იყოს ეს, გინდა ფეხბურთი იყოს, გინდა რაგბი, ნებისმიერი სპორტი. მე ასევე მაინტერესებს რომ გაიხედო შენს თუნდაც ბავშვობაში რა არჩევა მოუციათ შენთვის, რასაც დღემდე იყენებ და შენ სპორტსმენებსაც ეუბნები დღემდე ამ რჩევას. ესე კონკრეტულად სიმართლე ვერ ვიხსენებ, საიდან შეიძლება მქონდეს ეს რჩევა. რომ ალბათ წიგნებიდან რაღაც მოსმენიდან, მაგრამ მანამდეაც ვისაუბრე, რომ რაღაც თონის ხედვა უნდა მქონდეს, სანამ რაღაცას მიაღწევ. აი visions რო ეძახიან. ყოველთვის მე მჯერა ამის რომ რასაც დაისახავ, რასაც შენ გონებაში უკვე აღსრულებულია. აი ყოველთვის უფრო გიმარტივდება მე გზები რაღაც დონეზე არ ნიშნავს რომ უნდა ჩადო რა თქმა უნდა ეს არ არის vision და არაფერი არ გავაკეთო და უცებ ასრულდება არა რა თქმა უნდა მაგრამ რო გაქვს რაღაცა უკვე ასრულებული აი მაგალითად მე მინდა გავხდე ვითამაშო ამ გუნდში აი კონკრეტულად რა გუნდში გინდა ესე არა მე NBA-ში მინდა ვითამაშო არა აი რა გუნდში გინდა ითამაშო რომელი შესაძლებელი რა ნომერი გინდა იყო მიხვდი აი რაღაც ეგ მე ყოველ შემთხვევაში ჩემს კარიერაში ჩემს სპეციალობაში თუ რამე დამისახავს აი კონკრეტულად ვიცოდი რომ აქ უნდა ყოფილიყო იგივე ნაკრებში ყოველთვის რაღაც ეტაპზე როდესაც დავიწყე ამაზე ფიქრი რომ მე მინდა ვიყო ნაკრების ფიზიოლოგიური წლების განმავლობაში მე მქონდა ეს ხედვა რომ მე აქ ვიქნები მე აქ ვარ უკვე და საბოლოო ჯამში სრულდება იგივე მე მინდა მქონდეს ჩემი დარბაზი მე მექნება მოდი ეს მე მექნება ჩემი დარბაზი მე მაქვს ჩემი დარბაზი და სრულდება ესა უნდა რა თქმა უნდა გადადგა მისთვის ნაბიჯები მაგრამ ყველაზე მაგას ურჩევდი ახალგაზრდებს გქონდეთ აი სად მიდიხარ რა გინდა გამოყვიდე მაგრამ კონკრეტულად თქვი რა გინდა გამოყვიდე იქ გინდა ითამაშო კალათბურთელი გინდა სად გინდა ითამაშო რა ნომერი მაისური გინდა გეცვეს აი დაახლოებით აი ხედვა ახალგაზრდებში რთულია რა თქმა უნდა ესეთი რაღაცა რომელიც მე ადრეულ ასაკში არ მქონდა რა თქმა უნდა არ ფიქრობდი ეხლა 15 წელს რო გავხდებოდი ფიზმომზადება ან რაღაცა ხვდები შეიძლება მე ჩამოგაყალიბდეს მაგრამ კარგი იქნება რომ მიაქციო ყურადღება რა გინდა და კონკრეტულად დასახო მაგისკენ მიზნები რა ალბათ ეს არის რომელსაც
მე პირადად რომელიც ძალიან დამეხმარა მე პირადად. მე პირადად ძალიან, მაგრამ რა თქმა უნდა, ზოგისთვის შეიძლება სხვა რაღაც ასპექტი მუშაობდეს, მაგრამ მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი კონდეს ხედვა, საითკენ მიდიხარ და მე უკვე რაღაც დონეზე გეხმარება ეს დასახო რაღაც მიზნები. რადგან ამ საკითხზე მივედით, ვიჟენზე მივედით, ვიზუალიზაციაზე რას ფიქრობ? აი ჩემი ხო გეუბნები, ჩემი კარიერა თითქმის ვიზუალიზაცია ძალიან დიდ როლს თამაშობს. აი აღვიქვავ კონკრეტულად რაღაცა რომ მინდა მივახციო, უკვე ვქმნი. უკვე ვიზუალურად მე დახატული მაქვს ის რაც სადაც მინდა ვიყო. აი რა სახლია, როგორი სახლი მინდა მქონდეს. თქვათ მანქანა როგორი ტიპი და მანქანა რაფერის უნდა იყოს. არ სად მინდა ვიყო მე. თუ ვიზუალიზაცია არ არის, არა მაქვს, ანუ ვერ ვაკეთებ. ეს არ ნიშნავს რაღაცა უნდა მიყვარდეს რა, ის უაზრო რაღაცას არ დავხაზავ. რაღაცა მინდა რომ მქონდეს ის კარგი, სასარგებლო. და მაგ შემთხვევაში აი ყოველთვის ჩემ თავში ვატრიალებ. ყოველდღურად შეიძლება ვიფიქრო მაგაზე. და ეს საბოლოო ჯამში მეხმარება რომ ეს განვახორციელო ჩემი ასე თქვათ ეს წარმოსახვა. ვიზუალიზაციის გამოყენება უშუალოდ ფიზიკური ვარჯიშის დროს ან ნებისმიერი სკილის გაუმჯობესების დროს რას ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანი არის? აი თქვათ, მოთამაშე ან ნებისმიერი სპორტსმენი ვერასრულებს რაიმე skills ან რაიმე ფიზიკური მომზადების რაიმე ვარჯიშს. ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება რომ გამოიყენოს? მაგალითად ეხა არის ბევრი იყენებს ამას ხშირად სპორტსმენი, თქვა და თამაშზე სანამ კონკრეტულად თამაშის ელემენტებს ისახავს, მიზანი ეს მოძრაობა ესე გავაკეთე. ან შეიძლება წარსულში კარგად გააკეთე, რა გააკეთე კარგად წარსულში, რა მოძრაობა. როდის რა გააკეთე და იმას იხსენებ. იმას იხსენებ და ის გიტრიელებს თავში, ეს გავაკეთე კარგად, ამას კარგად ვაკეთებ. შენ ისახავ და მე გეხმარება ეს დასახო უკვე გადაიტანო მოედანზე. ფიზმომზადების კუთხით ალბათ მნიშვნელოვანია რომ შენი გონებრივი კავშირი იყოს იმასთან რასაც აკეთებ. აი რა კუნთი აი გავაკეთე ჩაჟდომებს ვაკეთებ, სკვადებს ვაკეთებ, ხო? რა კუნთი მუშაობს. იმიტომ რომ მარტო იქ არ არის მოძრაობა, არ არის მთავარი კავშირი გონებრივი მნიშვნელოვანი მით უმეტეს რეაბილიტაციის ფაზაში. ნერვული სისტემა საბოლოო ჯამში ყველაფერი, ნერვულმა სისტემა კონკრეტულმა კუნთმა ბოჭკები თუ არ გააქტიურებს, შეიძლება კუნთი არც იყოს მთელი თამაში დასრულდა და შენ გააქტიურებულიც არ კონდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ნერვული სისტემა გააქტიურდეს. როგორ ხდება? ტვინიდან, ზორგის ტვინიდან ვფიქრობდი ამაზე, რა მოძრაობას აკეთებ. სწავლაც უფრო მარტივია, როდესაც რაღაც მუშაობ ჯებზე, first step-ზე, რაღაცაზე მუშაობ, შენ ფიქრობ იმაზე, აი როგორ გავაკეთე ეს მოძრაობა? როგორ გადავდგი? და ამ ყველაფერს რო ვფიქრობ, მე უკვე მარტივი ხდება ამის სწავლა, ასე ვთქვათ რა. და იგივე ფიზმომზადების ხრივაც, ვარჯიშს აკეთებ. უფრო მარტივად იბეჭდება. უფრო მარტივად იბეჭდება. ან უყურებ ვიღაცა როგორ აკეთებს, აკვირდები, სწავლობ. ვინც აკეთებს შენ ფავორიტი სპორტსმენი, ვინც კობი ბრაიანტი, თქვა რაღაც განსაკუთრებული მოძრაობა ბევრი ქონდა რა თქმა უნდა. ერთი თქვა არჩე და უყურებ როგორ ბაძავ როგორ კობი ბრაიანტი როგორ აკეთებს. იგივე კობი ბრაიანტმა მიბაძა ჯორდანს ასე თქვა და გააკეთე ახალი ველოსიპედი კი არ გამოიგონა. კობიმ. ნახა რომ საუკეთესო მუშაობს ჯორდანი არის საუკეთესო. ამაზე მაგრა კალბუს არავინ არ თამაშობს. ვის მიბაძავ ჯორდანს. გამართლებული, ანუ რო იცი, თუ იცი უკვე გზაო გაკაფული არ უნდა ეხა თუ რაღაც განსაკუთრებულს არ მოიგონებ და მარსზე გაფრენა არ გინდა ილონ მასკივით. ხო? თუ არის შენ სფეროში გაკაფული გზა, ნახე ეს ადამიანი გამოსილი ამან უკვე გაიარა ეს გზა. არ გინდა ჯერ მით უმეტეს როცა იწყებ ახალი რაღაც იქით გადახვევები. ახალ ველოსიპედს ნუ გამოიგონე, მიყევი ამ გზას და მე ამ ეტაპზე რომ მიხვალ, მე კი ბატონო ეძიე სხვადასხვა გზები. არ არის პრობლემა, მაგრამ დასაწყისში არის ბევრი წარმატებული ადამიანი შენ სფეროში, სპორტში. აი ერთი ადამიანი და მიბაძე იმას, რას აკეთებდა, როგორ აკეთებდა და აირჩიო მენტორი, რომელიც არ გიცნობს საერთოდ, მაგრამ შენი მენტორი. მის ცხოვრებას და წიგნები წაიკითხე მისი. რას აკეთებდა, როგორ აკეთებდა, ვარჯიშებს დავუკვირდი, რა ვარჯიშებს აკეთებდა. თამაშზე როგორ იქცეოდა, როგორ თამაშობდა კი არა, სკამზე რიჟდა როგორ იქცეოდა, ურთიერთობაში როგორ იყო. აი ბევრი ფაქტორი შეგიძლია ისწავლო იმ ადამიანზე. კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობთ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რამ ახსენე შენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ხედავდე ყველაფერს როგორ აკეთებ შენი სხეული რაღაც მოძრაობებს, სანამ მოძრაობას დაიწყებ და როცა მოძრაობას აკეთებ მაშინაც. რამდენად გეხმარება, ასევე მეორე საკითხს შევეხეთ, კითხვას, რამდენად გეხმარება კითხვა იმაში, რომ შენი სხეული მერე უფრო უკეთესად აკონტროლო. კითხვა წიგნების კითხვაზე გულისხმობ, ხო? ნუ მე ძირითადად კითხვა და
მიყვარს ძალიან კითხვას. წიგნები ბავშვობიდან სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ლიტერატურასაც დეტექტივები მიყვარდა. ყველანაირ ლიტერატურას ვკითხულობ ხოლმე, ვცდილობ. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში საქმეები რომ მატულობს ოჯახი ურთულდება, მაგრამ შენი ფანტაზიის განვითარება რადიკალურად განსხვავებულად შეუძლია კითხვას და ვფიქრობ, რომ და უსურვებდი და ურჩევდი ბავშვებს, რომ კითხვით თუ არ კითხულობენ რაღაც გარკვეული მიზეზის გამო დაიწყო რაღაც მარტივი დაიწყო კითხვა, რაღაც თემა არჩიონ, არა, შეიძლება ბიოგრაფია აიღონ. ახლა ძალიან ბევრი ქართულად უკვე ბევრი წიგნი იბეჭდება, ბიოგრაფია, შენი საყვარელი სპორტსმენის ბიოგრაფია იყიდე და წაიკითხე. და შენს ფანტაზიას უფრო სხვანაირად არ ვითარებს. წიგნის როლი ადამიანის განვითარებაში იგივე ინტელექტზე ვისაუბრეთ, ხო? იგივე სპორტის საკალათბურთო ინტელექტი, საფეხბურთო ინტელექტი, საჩოგბურთო ინტელექტი, ამ ყველაფერში წიგნი გეხმარება. რომ რაღაც შენი არეალი გაცლებით დიდია, იმიტომ შენ ფანტაზიას არ ვითარებ. იქ რაღაცას წერ, მაგრამ წარმოსახვის უნდა უკვე შენია. ის ავტორმა რაღაცა რომ დაწერა, უკვე ამას შენ ფანტაზიას ამატებ. შენ წარმოსახავ იმას ამ პერსონაჟად. და გეხმარება ფანტაზიის უნარის განვითარებაში და ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, წიგნი ძალიან დიდ როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. ამ ოფ-სეზონზე რომელ წიგნს ურჩევდი, რომელმაც ბიოგრაფიის გარდა, რომელმაც შეიძლება რომ მათ სპორტულ კარიერაში გარდატეხა შეიძლება შეიტანონ? წიგნების თითქოს მაინც ბიოგრაფია მახსენდება ეს რაც არა სპეციფიკური, იმიტომ რომ ბევრი წიგნი არის ფიზმოზადების ტიპის, რაც სპეციფიკურია და შეიძლება თუ არ გაგანათლება დიდად წაიკითხო, მაგრამ მაგას რაღაც ბაზა ჭირდება. ამ შემთხვევაში არის ბიოგრაფია, უფრო ბიოგრაფიას ვურჩევდი, რომელიც სპორტთან არის კავშირი, იმიტომ ის ადამიანი ბევრ რაღაცას ყვება. ყვება რა პრობლემები შეექმნა, რა ეგურ გადალახა ესა. ამიტომ ბიოგრაფია თუ დამწყებია და წიგნი ჯერ არ არის წიგნთან, ასე ვთქვათ, არ მეგობრობ შენ, მარტივი წასაკითხე ბიოგრაფია და მაგით ვფიქრობ, რომ დაიწყოს უკეთესი იქნება. კონკრეტულად შეიძლება შენი სპორტის, არ შეიძლება სპორტის წარმომადგენელი არ იყოს, ვიღაცა წარმატებული სპორტსმენი იყოს, შეიძლება რონალდო იყოს, შეიძლება კობი იყოს, სხვა სპორტში ხარ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. იყოს წაიკითხე სხვა სპორტის წარმომადგენლის ბიოგრაფია და ის ბევრ რაღაცას ისწავლენ მანდ. მე ვფიქრობ, უფრო მეტად აი ბიოგრაფია იქნებოდა იდეალური დასაწყებად. და მე უკვე თუ არიან ბევრი სპორტსმენები, მაგალითად არიან ბევრი სპორტშიპს, რომელსაც აქვს უკვე ჭირდება სპეციფიკური კითხვები აქვს. ფიზმოზადებასთან დაკავშირებით. მე იმას შეიძლება ურჩიო, აი მოდი ეს წიგნი და წაიკითხე, ან ეს ამას პოდკასტს უსმინე, კონკრეტულად რომელიც ფიზმოზადებასაო ბევრ რაღაცას ისწავლი. და მე ცალკე რა თქმა უნდა შეგიძლია ესენი ურჩიო დამატებით, უფრო სიღრმისეულად თუ უნდა რომ წავიდეს და გაიგოს. რომელ უცხოურ პოდკასტს ურჩევდი რომ მოусმინონ? უცხოური პოდკასტებიდან ეხა მე ბოლოს რაც უსმენ. ესეთი სტანდარტული რაცა და ბევრ რაღაცას მოედებიან, ასე ვთქვათ, ბევრი ასპექტი, ბიზნეს ასპექტი აქვს, ფინანსების არის strength coach პოდკასტი არის. რა ქვია, დამავიდა მაიკლ ბოილის სპორტ პოდკასტი არის, გეცოდინება, მაგას აკაი პოდკასტი მაგასთან დაკავშირებით. ასევე მე უფრო ეხა ამ ეტაპზე მაინტერესებს ფიზიოთერაპიული ტიპის პოდკასტები, სადაც არის ეხა ბევრი ესეთი სპეციალისტები, რომელიც ცალკე აქვთ და მე ვსმენ, მაგრამ თითქოს ეგ ყველას დასაწყისისთვის ალბათ strength coach პოდკასტი არის ძალიან კარგი. Huberman Labs შეიძლება თუ უფრო სიღრმისეულად გინდა რაღაცები ვარჯიშზე გაიგო, ძილზე შეგიძლია ნუტრიციოლოგიაზე Huberman Lab-ი არის. რომელსაც მაგასაც შესანიშნავი სტუმრები ყავს, იმიტომ რომ მარტო პოდკასტი არ აქვს, რა ტიპის სტუმრები მოყავს, მაგასაც მნიშვნელოვანია. და ძალიან ბევრი არის რამდენიმე კიდე ისეთი, რომელიც ახლა უცებ არ მახსენდება, რომელიც შეიძლება დამწყებმა სპორტსმენმა მოусმინოს. და რა თქმა უნდა, ამ პოდკასტად შეუძლია. მადლობა ძალიან. ჩაერთოს და მოусმინოთ ქართულ ენაზე, რა თქმა უნდა, თუ იცხოვროთ, ვერ ვახერხებს. ძილი ვახსენეთ ახლა, რაც ძალიან საინტერესო ამბავია, მით უმეტეს დღევანდელ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც გაჭიტებს არიან მინჯაჭულები და ამის გამო ვერ იძინებენ. ჩემთან მაგალითად ძალიან ბევრი მოსწავლე მოსულა, გაჭიტი გადავდე, არ მეძინება, მაინც 4 საათამდე ვერ ვიძინებ. ჩემი პირველი რჩევა არის ხოლმე რომ გაჭიტს რო გადადებ, მე წიგნი აიღე, წაიკითხე, მალევე ჩაგეძინება. მაგრამ საბოლოო ჯამში, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ძილი სპორტსმენისთვის, იმისათვის რომ თუნდაც აღდგეს ან ნებისმიერი სხვა ფაქტორი ქონდეს წესრიგში, რას ფიქრობ შენი რჩევა რა იქნება ძილთან დამოკიდებულებაში?
ძილი ალბათ როგორც ჩვენ ვისაუბრეთ ვარჯიშის ფუნდამენტზე და ძილი არის ფუნდამენტი აღდგენისთვის. არა მარტო აღდგენის, ბევრი რაღაც ფაქტორია ძილში. ძილი არის უმნიშვნელოვანესი. იწყება ძილით, მერე მოდის სიტყვაზე ნუტრიციოლოგია, ვარჯიში, მენტალური ვარჯიშები და ასე შემდეგ. ძილი არის ფუნდამენტური. თან რაღაც დონეზე მაინც ინდივიდუალურია რაოდენობა ძილის არიან ადამიანები, რომელსაც 6 საათი საკმარისი შეიძლება იყოს, ხო? არიან ბევრი ადამიანია სხვათა შორის ეგეთი, რომელსაც 6 საათი უნდა იძინოს და მისთვის ეს საკმარისი. ჩემ შემთხვევაში 8 არის ოპტიმალური. 7-ზე ქვევით ეგრევე ვგრძნობ. მაგრამ რაც ახალგაზრდაა, რაც მეტი უკეთესი არის, 10-8 საათი უნდა იძინოს. ხა ლებრონ ჯეიმს სხვათა შორის 10-12 საათი იძინოს. შაუდათოშვილი ვარჯიშობს ჩვენთან, იგივე შეიძლება 12 საათი ეძინოს შუადღესაც მივა და აიძინებს ვარჯიშს. არანორმალურად ვარჯიშობს, დღეს შეიძლება 4 შერი ვარჯიშობს კაცს მარიც რამდენი. სუძინავს. იმდენად მნიშვნელოვანია აღდგენის ძვილი. ამიტომ ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, გარემო უნდა კონდეს ბავშვს თუ თვითონ ვერ ავლენს კონკრეტულად ძილზე, იმიტომ ხა ოჯახური სიტუაცია ყველა განსხვავებული შეიძლება იყოს. ხო, ესა ბავშვი კონკრეტულად ვერ ალაგებს რაღაც სიტუაციებში შეიძლება ეს არსებულად ეს სახლია, ეს სიტუაცია და ასე შემდეგ არის. ცხელა, ცივა და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა გაჯეტი ახსენე მინიმუმ 1 საათ ადრე. იცოდეს როდის უნდა დაიძინო, თქვა 12 საათზე 12 საათზე ვიძინებ, 8 საათზე ვდგები სიტყვაზე, ხო? იცოდეს რომ 12 საათზე იძინებს, 1 საათ ადრე მინიმუმ გაჯეტი არანაირი ტელევიზორი. თუ არის ამის საშუალება, პერიოდს გააჩენს ზაფხული, ზამთარი, ის ოთახი სადაც იძინებს უნდა იყოს გრილი. 22 გრადუსი და ქვევით. უნდა იყოს ჩაბნელებული აი დაახლოებით ესეთი უნდა იყოს, ზღვის სხივი არ შემოდიოდეს. იმიტომ რომ ოდნავ ზღვის სხივი და ეგრევე გეღვიძება. ეგ არის ფაქტორები, გრილი ოთახი უნდა იყოს, მინიმუმ 1 საათ ადრე გაჯეტი ყველანაირი უნდა ტელევიზორი გაჯეტი უნდა ვიღაცა იძახის, შეიძლება თქვას ახლა რომ იცი რა ტელევიზორს უყურებ კარგად დასარევად მეძინება. კი, დაგეძინება, მაგრამ შენი ძილი რამდენად ღრმა არის. ის ხო არის, შენ რო გეძინო 8 საათის განმავლობაში შენ deep sleep არის ხო ის პროცესი ღრმა ძილში შეხვედი თუ არ შეხვედი. შფოთვარე ძილი ქონდა თუ რამდენად ყოფილა შეიძლება 10 საათი გეძინოს და გაიღვიძე დაღლილმა. კი, მე მქონდა ზუსტად დავტესტე ერთხელ, ჩემ smartwatch-ში ყოველ დღე, რამდენად ღრმად მძინავს მაგას ვაკვირდები ხოლმე, ყოველ დილით მაგას ვამოწმებ. და ერთხელ დავტესტე, რომ აი ambient music რო არის, მაგის ფონზე დავიძინე. საშინელი ძილი მქონდა. იმითაც გავიღვიძე, მეგონა რომ სამმა კაცმა მცემა და რო ჩავხედე თან ძილის რეპორტს, ასე ვთქვათ, საშინელი ძილი მქონდა იმითაც. ხო და აი მაგაზეა დამოკიდებული რაოდენობაზე არა. არის სხვადასხვა საშუალება, შეიძლება ბუნების ხმები რაღაცები არის. ასე გეხმარება დაძინებაში, ხო, რაღაც ზოგისთვის მეხი არის. ბევრი რაღაც გამოსტილი მაქვს, რაღაც დონეზე. ძილის პრობლემა მე არ მაქვს, ზოგადად მარტივად ვიძინებ. მაგრამ რა თქმა უნდა მაინტერესებს ეს სფერო და ხან სხვადასხვა ბუნების ხმები იყო, ხან მუსიკის თანხლები შეიძლება პოდკასტში ჩამძინებია, უსმენდი და ჩამძინებია. მაგრამ რა თქმა უნდა ძილზე არა, რაოდენობაზე არა, რამდენად ღრმა და მშვიდად გძინავს, ეგ არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომ ეს ფაქტორები, ოთახის სიგრილე, ჩაბნელებული უნდა იყოს, გაჯეტს უნდა მოშორდე, იმიტომ გონება, საბოლოო ჯამში გონება უნდა გაითიშოს. რომ შენ შეძლო ღრმაძილში შეძლო შენ თუ პოდკასტს უყურებ ტელევიზორს უყურებ და მაგასაც თამაშობ smartphone-ზე ის ნერვული სისტემა სულ მაგაზე ფიქში არის. ამიტომ ეგ არის მნიშვნელოვანი ფაქტორები. და რა თქმა უნდა სტრესული გარემო არ უნდა იყოს. ოდესაც რაღაც სტრესული გარემო გაქვს, აი ძალიანაც რო გააკეთო ყველაფერი. ჩააბნელო, გააგლო, არ დაგეძინებ, სულ იმ ფიქში ხარ. შეიძლება იფიქრო იმაზე, აი გუში რა ცუდად ვითამაშე. ეს რა გავაფუჭე, რა გავაკეთე და ამის ფიქში ხარ ადამიანი და რამე არ გავაფუჭე. ხო, რამე არ გავაფუჭე, ნერვიულობაში ხარ. ძალიან ბევრი სპორტსმენია სხვათა შორის მნიშვნელოვანი თამაშის წინ ვერ იძინებენ. არიან ეგეთები. ვერ ნერვიულობენ. ან ვერ არ ჭამენ საჭმელს. ზოგი არის მშიერი გადის ხოლმე თამაშს. აი ინდივიდუალური ბევრი რაღაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ბავშვისთვის თუ ჩვენ საუბრობთ ახალგაზრდებზე, შეძლო რაც შეუძლია აკონტროლოს, ხო შეუძლია 1 საათ ადრე თქვა smartphone-ში შეუძლია. ოთახი ჩააბნელოს შეუძლია, გაგლდეს რამენაერად, შეიძლება არ არის საშუალება გაგლებს რაღაცა, მაგრამ მაქსიმალურად ეცადოს, რომ გრილ ოთახში დაიძინოს, უფრო დაეხმარება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა შიო. მე მგონი დრო ამოგვეწურა. მადლობა, ძალიან სასწაულს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს პოდკასტი დიდი ალბათობით ეს ეპიზოდი ძალიან ბევრ ახალგაზრდას მოეხმარება და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარე ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს, მოქმედ სპორტსმენებს, ვისაც სურვილი ექნება
შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენ ვყოფებით პოდკასტ არიაში, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ კიდევ უფრო მეტი და მეტი საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა დიდი. კარგად, ნახვამდის.